შროდინგერის კატა გონებრივი ექსპერიმენტია, რომელიც კვანტური მექანიკის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ერვინ შროდინგერმა კვანტური მექანიკის აბსურდული ბუნების გადმოსაცემად მოიგონა. წარმოიდგინე კატა, რომელიც ყუთში ზის. კატასთან ერთად ყუთში ქილაში მოთავსებული მომწამვრელი გაზი და ქილის გასატეხი მექანიზმია. მექანიზმის 1 საათის განმავლობაში ამუშავების ალბათობა კი 0.5-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამ ექსპერიმენტს ბევრჯერ გავიმეორებთ და ყუთებს 1 საათის შემდეგ გავხსნით, ყუთების 50%-ში მკვდარი, 50%-ში კი ცოცხალი კატა დაგვხვდება. ყუთში თუ არ ჩავიხედებით, კატა ან ცოცხალია, ან მკვდარი. ყუთში ჩახედვისას კი ნამდვილად ვიცით, რომ კატა მოკვდა ან გადარჩა. აქ აბსურდული არაფერია, მაგრამ თუ ამ ექსპერიმენტს კვანტური მექანიკის გადმოსახედიდან შევხედავთ, სანამ ყუთს გავხსნით, კატა სიკვდილის და სიცოცხლის სუპერპოზიციაში იმყოფება. ის მკვდარიცაა და ცოცხალიც. ხოლო ჩვენი დაკვირვებისას იღებს სისტემა ამ სიკვდილსა-სიცოცხლო გადაწყვეტილებას. ამ დროს სიკვდილ-სიცოცხლის სუპერპოზიციიდან სისტემა ერთ-ერთ მდგომარეობაში ინაცვლებს, ანუ კატა ცოცხალ მკვდარი მდგომარეობიდან ცოცხალ ან მკვდარ მდგომარეობაში გადადის. მრავალი მდგომარეობის სუპერპოზიციიდან კონკრეტულ მდგომარეობაში გადასვლას კვანტური კოლაფსი ეწოდება. რა ხდება თუ ამ ექსპერიმენტს კატის პერსპექტივიდან შევხედავთ? კატაც ამ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთს განიცდის, ან ქილა გატეხილია და კატა მკვდარი, ან ქილა გაუტეხელია და კატა ცოცხალი. რადგან არ არსებობს მესამე ვარიანტი, სადაც ქილა გატყდება და კატა ცოცხალი დარჩება, ან სადაც ქილა არ გატყდება და კატა მოკვდება, კატის მდგომარეობა ფუნდამენტურად გადაჯაჭვულია ქილის მდგომარეობაზე და შესაბამისად ექსპერიმენტის შედეგზე, რომელიც მხოლოდ ჩვენი დაკვირვებისას კონკრეტდება. მაგრამ ჩვენი თავით შეგვიძლია ამ ექსპერიმენტის ნაწილად წარმოვიდგინოთ, სადაც ჩვენც გადაჯაჭვული ვართ ექსპერიმენტის შედეგზე. ან კატა მოკვდება და მის სიკვდილს დავინახავთ, ან გადარჩება და ყუთში ცოცხალი დაგვხვდება. სხვა ვარიანტი არ არსებობს. მაშინ ვინ გვაკვირდება ჩვენ და შესაბამისად გვარჩევინებს, რომელი მდგომარეობა აღმოჩნდება ჩვენი რეალობა. იგივე ლოგიკას თუ მივყვებით, შეგვიძლია უფრო და უფრო დიდი ექსპერიმენტები, უფრო და უფრო დიდ ყუთებში მოვათავსოთ, სადაც საბოლოოდ ექსპერიმენტის ნაწილი მთელი სამყარო იქნება. ამ შემთხვევაში ვინ ანხორციელებს დაკვირვებას? ან იქნებ დიდი ყუთები არაა საჭირო, რადგან ცნობიერი არსების დაკვირვება ითვლება ჭეშმარიტ დაკვირვებად. იქნებ ეს ორივე რეალობა თანაარსებობს სხვადასხვა პარალელურ სამყაროში. რა ხდება ზუსტად, როდესაც რეალობა სუპერპოზიციისას არსებული ვარიანტებიდან ერთ-ერთს ირჩევს და რას ნიშნავს სისტემაზე დაკვირვება, ჯერ კიდევ სადაო საკითხია. კვანტური მექანიკის სხვადასხვა ინტერპრეტაცია სხვადასხვანაირად იაზრებს დაკვირვებას და მის შედეგად გამოწვეულ კოლაფსს.